დღეს უნდა გავაკეთო ისეთი რამ, რაც ცხოვრებაში არასოდეს არ გამიკეთებია. ეს იქნება კედელზე ცოცვა. ჩემი მოწინააღმდეგე იქნება საქართველოში არსებული ყველაზე დიდი საცოცი მონუმენტი, რომლის სიმაღლეც არის 40 მეტრი. წარმოიდგინეთ, ცხოვრებაში მსგავსი რამ არასოდეს არ მიცდია და ძალიან საინტერესო იქნება. ჩაუჯექით მეგობრებო და ვნახოთ, შევძლებ თუ არა პირველივე ცდაზე ავიდე 40 მეტრიან კედელზე. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR Wilds. ახლა მივდივარ, დღეს უნდა ავიდე მონუმენტზე, ყოველ შემთხვევაში ვცადო, ნახოთ აბა თუ ავალ და რამდენ ხანში ავალ. ძალიან მაინტერესებს. ეს იქნება ჩემი პირველი მცდელობა, ცოცვაში. ლევანი ადგილზე დამხვდება. ლევანი ადამიანი, რომელმაც ყინორწვერზე ამიყვანა შარშან, გემეხსოვრებათ. ეკაი კაცი. ნახოთ აბა, შვენიერი ამინდია, ზიანი ამინდი იყო, მაგრამ იღრუბლება შეიძლება იწვიმოს კიდეც. მაგრამ ძალიან მინდა ასვლა და ძალიან მინდა ვცადო და წვიმა არ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ვიტამინ Power დღესაც ჩემს გვერდით არის, ჩემი სპონსორი და დღეს ასვლამდე, იმიტომ რომ უკვე ახლოს ვარ. ახლა მანქანა გავაჩერე, მე და ლევანი ერთად მივიდეთ. მანამდე მივიღებ ვიტამინ Power-ის, ელარგინინს და ციტრუნის. ეს ორი ამინომჟავა, ძალიან მაგარი რამ არის. ახლა ჩემი ცოცვის თემა იქნება იგივე ვარჯიში. ხო და ამას ხო ვარჯიშამდე ვიღებ. ახლა კარგი იქნება. კუნც მეტი სისხლი მიეწოდება მაგ დროს და ამ თემაში დამეხმარება. ელარგინინი, ცუდი სონის მქონე ამინომჟავა, რომელსაც მაგარი შედეგი აქვს. ელარგინის და ციტრუნის მიღება ასეთი ტიპით შეგვიძლია, პირდაპირ კოზიცო ჩავიყაროთ პირში და წყალი დავაყაროთ. ეგრე არ შეიძლება კრეატინი. როგორც ლაშამ ჩემმა ტრენერმა მითხრა, კრეატინი ეგრე კარგად არ იხსნება. აი ესენი კი კარგად იხსნება მაინც. ხოლო ციტრულინი ჩემი საყვარელი დანამატი. აი ძალიან მიყვარს გემოს გამო რა. ახლა დავქოქავ. შესვენება მიყო. ლევანიც მალე ალბათ ადგილზე იქნება. ჩაგერთვებით პირდაპირ ადგილიდან. ლევანი, რამდენი მეტრია? 40. კაია. ესე იგი, აი ქონდა ავიდეთ. თავი ავიდე. აი აქედან დაცვა. აი ლევანი დაამაგრა და ეშვება. იდი. აი მოკლედ ჩელენჯი ესეთია. ეხლა წელს ამის გაუმჯობესება აღარ შეგეძლება. ან ბოლო არა, ეხლა რასაც დააფიქსებ, ან სიმაღლის თუ ბოლომდე ახვალ დროს დავით. უარა და სიმაღლეს მაგდას შემთხვევით. კაი, კამერები ავირჩიოთ, რომელი გინდა შავი თუ ლურჯი? ლურჯი იყო. ლურჯი გვაქვს, მაგრამ თუ ისე. კაი ხარ? აი ლურჯი. მოკლედ მე ავდივარ, ზემოთ გელოდები და შეარდები. მაგრამ მოვიჭირო თუ როგორ? დაიძრა ლევანი. აი
ისე მეტკინა ახედის. ისი ეს ხა? ხა ის დაგველოდება ზემოთ და ჩვენ უნდა ავიდეთ. შენ აუტან? ძე შენადი ხარ. საწმუნები გაწვია და ფეხებზე გადაიტანე მთელი დატვირთვა. ხოსა ხელით ეცადე რომ არ გაყირავდნენ რა. პროგრამა დაგიჭირა მაინც. კაი ვეცდები. კი ბარი. ეს იყოს ეგა ხო? ეს გაწვია მაინც რა. ჩიგარი ხარ. დასანება თუნდე დამწერლო დავჭიმულო. ო, ედა გახასეთ. მე დაგატყობ შენ. კიდე? არა. ეგა ხო, რავს მოაწყდეს. სუსტი გაგამხნევი. როაგზელე ფანგასაზე. კარგი. ბეჭედი ვერ ვიწევ. ანდრი, ხო, რა ჩაგირთო? რამშტაინი, მეუყვეთე მუსიკა. დოიშლანდი. აბა აიცა? ზამაგალი. ოღონდ სამოთავი. არა. მოიცა. საერთოდ ხარჩო. არა. ვისედე. ვისედე ვიფიქროს სამკითხები. ხელ მიადეწი რომ ხლები არ მიარხო და პროსტა ხელები დაუშვ ძირს. დაუშვ ხელები ძირს, ბეში. ხელი გამოიყენე რომ იგი არ იქნება. მე საკავდა, ხოჩა. აი არა, ბოლომდე არ აუდანია თოკიას. ზემოთ რო აზედება პრობლემა არ არის სახელის. მისმინე, ეხა ხელები გტკივა? აბა რა შვება? ანუ მე ძალიან მეტკინება. უფრო რო გამოვიდი ეგ მათუხებს. ბიჭო რა წვირი მაქვს ძლიერი. დიდი გამოვიშრა ძალიან. ვსო. ის ხუდი რო არის ხო ის მაგრამ დისპენსერები უნდა იყოს შუაში. ხელები ხომ კიო და ეხა რო დავიწე? რავი რაღაც ხას იყურები აპირებს ასწორებდა და ხდება ტექნოლოგია. ადი ამდენ პუტინს ვერ მოვერევი მარტო. რა? პუტინს ვერ მოვერევი მარტო. უნდა ამოხვიდე. ვერ გავიგე. ამო. მოიცა რაღაც დავიტოვე ზემო? რაგინა კარგად ხარ. გემრიელია. აი ნელ-ნელა და ამოხარ. აი ფიქრო გავაკეთე. რატო რა? თითქოს მეშორება. ცოტა დაგეხმარები.
აი იცი აი იქამდე ხარ ასული რომ ესე იგი ბოლომდე ასვლა შეგიძლია. დაუშვი ტელევიზორი. ტოიტანჯერი. ეს უკეთესი. ხელები გიოთ ხომ ამ დროს რაღაცა. ხო რა, დაიღავა უკვე. აი ეს უკდარივიც უნდა ჩამოვეკიდო. დავშე? კი. ხელი მეშვებოდა და მაგის არ შეგეშინე. აქ როგორ დავმოვიდე? რა? ინები როა შუაში. აქ როგორ დავმოვიდე? დადანები, მოხვედი. ყველას იზოდით. მე მაგამდე ვერავიდოდი და თუ ასე ვერ ახვიდოდი როგორ. წყალი გიდაიქის. აი ზევი წადა გაგალები. ინები როა მოიტანა. ზემოთ მოდის ვიწყარო რა მაგარია. ზემოთ არ პუტლიეს რა. წყლის ბოთროს. ხავართ შოთა რუსთაველის მონუმენტზე. საცოცი კედელი იგივე. მაგარი ფოტოებია. მიდი. ჩკაიყოფილა GoPro-თიე? წინა კამერაც რო აქვს. მიდი ბადრი, ცოტაც და ეგა. ცოტაც და ეგა. ორივე ხელი გაითავისუფლე, არ გჭირდება ეგ მეორე ხელი. ეგრე რო არ ჩაგივარდეს. ველოდე ერთ წამ გამოუყარო. მოიხსენი? კაი, მათხოვე. აქ თუ მომაწყე. კეტყვი. ნახე? ეს კვანძი ხო იცი უბრალოდ ერთ თავს რო უყრი და მე ამ თავში თავის თავს. სადი აბა ერთ წამ იყურებ აქედან არაფერია. უბრალოდ ეგ თავი და აი ეგ დაიჭირე. აქ რგოლი რაც გიკეთია, ნახე კამარზე. კარაბინი რაშიცაა გაყრილი. წინ კარაბინი რაშიცაა. ხო, მაგ გოლში გაუყარე უბრალოდ. ეხა მაგ გოლში თავის თავი გაუყარე. ეგა, გამოჭიმე კარგად. ეხა, აბა თუ მომაწვდე მაგას. კაი. просто карабინი ჩააგდე. გამოიწიო კიდე და აქ ჩაგიდე ცოტა. ამოამოკიდე. ეგა. ვიდაცვა მაუში თაკი. ეხა უნდა ამოხვიდე, ხო, ჯაჭვებით და ამოდი ბოლომდე. ეგ გიჭერს, უკვე ეგ თოკი. ბადრი ჩამოვიდა. მეტი ტაში უჯეროდეს. აი ხარ გაწყვეტილი ვარ. ახ როგორ დავიღალე. ბოლომდე იცოდე. ამოვედი მოკლედ მეგობრებო. ლევანის დამსახურებაა უკვე მეორე რაღაცა მიღწევა მაქვს ასვლაში. ასაჩუქარი შენ პროტეინ პუდინგი. ლევანი მეგობრებო შოკოლადის პუდინგი დამახვედრა. კი არა, პროტეინის პუდინგი. სკოლზი რო არ გაქვს მეორე ხრიკა. ეგა ხო. ამ ფოლგას გადაკისავ.
მაგდა ვქეიფობთ მალე. თუმჯეროდეს. ესე იგი, რატო თავიდანვე კარგად დაუჭიმე? როგორც ლევანი მითხრა, საქართველოში ყველაზე დიდი ესეთი თემა რაც არის, რა ცოცვის თემა ეს არის 40 მეტრი. ამ კაი კაცის დამსახურებით ახლა აგერ ზივარ. და პროტეინ პუდინგს ჭამ. ახლა ამოდის მაგდა. კაი ხარ, მიდი. დასვენება არის ცუდი. ამო. მეგობრებო, აი მართლა დასვენების მომენტები ჩემთვის იყო ძალიან ცუდი რა. ხო გონია მაგ დროს თითქოს აღარ შეგიძლია, მოდი დავისვენებო. რო გავჩერდებოდი, აი ხელები აი ესე მქონდა და აი ძალას ვერ გძნობდი რა. აი ფურცელს ვერ გავხედი, გეგონება ესეთი ძალა გამოცილები ხარ და მე რო ვეტყოდი, კაი გავაგზელებთქო, მე რო ჩასჭიდებ ეგრევე ხელს, მე შანსი არა არის. თითქოს ისეთი ფიქრი გაქვს, რომ დაბმული არა ხარ და არ უნდა გაუშვა და ეთყობა ძალა მოდის და აი მაგ იმით ამოვედი. შენთვისაც არის, მაგ იმით ამოვედი, თორე აი დასვენების ენერგია რაც იყო ეგ რომ ქონოდა შანსი არა აი. არის და ეხა ძალაც მომეცა და შენი რომ ვარ. ქეიფობთ აგერ მედალევანი. ესეთი კაი ხედი გვაქვს. აუწყალი მეც მინდა ლევან. მაგრად. თელი თბილისი. აგე, სად არის ჩემი გლდანი? დანის გორები ჩანს. იმოძრავი. მაგარი. სტატივს დავდგავდი. აი ეს ლევანის რო ვიხედებოდი ასე შვებოდა ფეხებს და კაი ყოფილა. ხო, მაგრამ აქედან რა აზრია გაბრუნებული? შუაში მაინც ამოდი, მაგარი მუღამი აქვს. მაგდა მარცხნივ ხედს ხედავ? მარცხნივ გაიხედე, ხედი არის რავი? ხედი ამას ქვია. აქედან უნდა ნახო შენ. ახლა მამზადებს ლევანი რო დავეშვა. ხوار გაგახსენდა ეს კონდიცია. აი. აი ესე ვიქნები და უბრალოდ ჩავიდე, ხო? ეხა ხო ამაზე ეკიდები ისედაც, აბა. ხილად. მოკლედ ამაზე კიდი ხარ? ხო. როგორც კი ჩახვალ და დადგები, ხო. ფეხზე იდგები, ამას მოიხსნი უკვე და ნენელა ჩახვალ. მე ოდნავ ქვემოთ ჯერჯერობით გაიკეთებ და ეგრე რა. ეხა გადადი უბრალოდ. მეგობრებო, რაღაც ჩასვლის პროცესი არ მომწონს. ამე ნიჟარა ნახე. მოლუსკი. აკაც. გამოიყენე ხელები ამისთვის ეს დაჭუპია ეგრე. აი. გადმობრუნება მიჭირს. მიდი ნენელა მიდი. ცოტა კიდე ჩადი. კიდე აიგაა დადიქი. კარგად რო იდგები მითხარი ცოტა ხანი. გახარ? ვიცა. რო გადააბა? ხო. დაუჭიმე თოკი? კარგად დაჭიმე? დაჭიმულია? ეხა ოდნა უნდა ამოიწირო ეს თეთრი ჩაიხსნა. ჩავიხსნა და თოკზე დავამაგრო? არა, ზედ დაიმაგრე ხამარზე. ეგ უკვე სოა. ეხა თოკი გიჭერს უკვე. გვერდით დაიმაგრე, გვერდით ჯობია, აი სამაგყურები რო აქვს. აი ეგა. ეგა, ეხა GoPro-ს მოგაწვი. იქიდან დაგემშვიდობები. აბა მაგრად ლევან, ქვემოთ შევხვდებით. სო ლევან, ხო აღარაფერი ჩემ. ეხა ხელები შეგ. ეხა ის რაკელი უკან გადაიხარე ოდნავ, ანი და ფეხები მიიღე. ეს. პატარა ნაბიჯები თან მიიღე, სკოპები თუ მინდა. აუ რა მაგარია. მე ვიდეო ტექსტს ვუმატე. აუ ჩავიდეს, არ არის პრობლემა. მოუმატე, არ არის პრობლემა.
გორი სიჩქარეა. შენი ერინე პუგინა მოუმატე. პატრობა ღმერთო ძალიან მაგარი იყო. აი მან ცოტა ფთილად იყავი კედელთან. ადე? ვაი, ვეღარ ჩემდი. ისე ხაიში მეგონა თუ. ხალი შოვა ქვემოთ. აუ ძალიან მაგარი იყო. ახლა ჩამოდის ლევანი თავისით. როდის აპირებ შემდეგი პარტია რო აიყვანო. ვინც გამოიწვიე? ხო. მე მგონი ივლისამდე დრო აქვს, ივლისამდე ფორა გაქვთ, რომ ივარჯიშოთ და ბოლომდე ახვიდეთ. შენ არ ქონდა დრო, მაგრამ მაინც ახვიდი. ხო, დღეს ჩემთვის ტყეში მივდიოდი და მომწერა წამოდიე და წამოვედი აქ. არც მეგონა თუ ავიდოდი. არა, სახელი დამოუწყარი. ანდრიას დამსახურება რო ავედი. ახალო მითხრა და ავედი. ვეშვები მეგობრებო მანქანისაკენ. აი, ძალიან მაგარი გამოცდილება იყო. სულ სხვა რა. სულ სხვა. გზაში ყოველდასვენებაზე თავს ეუბნები, რომ აი აღარ შემიძლია. თავს ეუბნები, რომ მგონი თავი გეუბნება. რო არ შეგიძლია და ვერ ახვალ, მაგრამ აი მაინც რო აგრძელებ, ის ტკივილიც, დაღლილობაც, აი ყველაფერი ქრება. თო დასვენებებზე ხელები მართლა ისე მქონდა, რომ აი უყურეთ, აი ფოთოს ვერ მოწყვეტდი. და რო აგრძელებ, ქრება აი ყველაფერი, ეთყობა ირთვება რა, სერიოზული ძალა და კლეთ ძალიან გაასწორა მეგობრებო. ლევანის დიდი მადლობა ამისათვის. შეგიძლიათ გადახვიდეთ ლევანის YouTube-იც აქ, Instagram-იც. აი შეხედეთ. არ მჯერა რომ ვიყავი სულ თავში. მოკლედ მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით. თქვენ უყურებთ BBR Wilds. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. იცოდეთ, გამოწვევა მივეცი ქიმერას. გავუგზავნე გამოწვევა, ასე რომ ვთქვათ, რომ მანდ უნდა ავიდეს უეჭველი. როდის იქნება ზუსტად არ ვიცი. მაგრამ ქიმერა და მაგდამაც არ ვიცი ვინ გამოიწვია, ზუსტად არ მახსოვს. ორი ადამიანი იქნება, მეც მათ თავი იქნები. უგულ შემატკივრებ ქიმერას და ნახოთ. მაშინ შეგხვდებით. აბა მაგრად მეგობრებო.